მეგობრებო, წინა გასვლა გქონდა ასეთი რა რჩება ამ წელიწადში თქვენ ცხოვრებაში, რა აღარ იმუშავებს თქვენზე, რა აღარ დაგაინტერესებთ, აღარ გენდომებათ, რა უნდა დატოვოთ და რაში არ ხარჯოთ ენერგიები, თუ არ გინახიათ, გადმოდით ჩემგოძეთ ამის წინა ვიდეო გასვლა ნახეთ. ეხლა ეს იქნება ერთგვარი გაგრძელება მეორე სეზონი იმისი, რა ახალი მოდის და რა გაგახარებთ და რა საინტერესო დაიწყება თქვენ ცხოვრებაში ახალი წლიდან, ახალი 2026 წლიდან. გასვლა არის ჩემი ორივე სქესისთვის შეგახსენებთ, მამაკაცებმა მოიგეთ ხოლმე თქვენ თავზე და საერთო გასვლა ყველას ყველაფერი არ ემთხოვა, რასაკვირველია, უნდა იდენტიფიკაციას დააკვირდეთ ხოლმე. ასევე ლაიკები თქვენი ენერგოცრისთვის არ დაგეზაროთ და გამოიწერეთ ჩემი YouTube გვერდი, ჩემი TikTok გვერდი. ეს ერთადერთი გვერდი არის TikTok-ზე ჩემი, წინა ორი დამიბლოკეს და დამიტეხეს და ვეღარ შევდივარ როგორც იცით. პირადი გაშლებისთვის მომწერეთ პირადში. ახლა გავიგოთ ვიხართ თქვენ რა ენერგიებში ხართ, რომ მიხვდეთ ეს გასვლა რამდენად იქნება თქვენზე, რა ენერგიებში ხართ ეხლა, ვინ ხართ თქვენ. პაშტასი. ტურისტიკის წარმომადგენელი შეიძლება ბრძანდებით, ასაკით თუ ვიტყვით პაჟი, ეს არის უფრო ახალი ენერგიები, ახალი თინეიჯერობა არა მთლად, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ 40-45 წლის ასაკის ხართ ამ კარტით, ყოველ შემთხვევაში შეგრძნება როგორც მინიმუმ გაქვთ ისეთი რომ აი ახალგაზრდული გულით ხართ ისევ რაღაცნაირად ისევ გჯერათ ზღაპრების, ისევ გჯერათ თუნდაც ახალი წლის ჯადოსნურობის და უნდა დაიჯეროთ, იმიტომ რომ მეც მჯერა და საერთოდ ახალ წელს და ესეთ ენერგეტიკულ დღეებში, სადაც ყველა თითქმის პლანეტის ადამიანს აქვს დადებითი ენერგია, ყველა სასწაული და ყველა წარმოუდგენელი რაღაცეებით სამყაროსგან ხდება ხოლმე და ისე ხდება როგორც ჩვენ გვჯერა და საითაც მიმართულებას ვაძლევთ ჩვენ ენერგიებს. ყველა ვარიანტში ასაკით პატარა თუ არ ხართ, აქ არის ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს ბუნებაში განმარტოება, ძალიან ხიბლავს ემოციური სიმშვიდე, ეს სიმშვიდეში პოვებს ერთგვარ ემოციურ თავის ბალანს, თავისი სულიერების წამალს, რაღაცა წიგნის კითხვაზე იქნება საუბარი თუ დაკვრაზე იქნება, ზოგიერთი შეიძლება ფანდური, გიტარა, რაღაც ესეთებზე დაკვრა გიყვართ, იმიტომ რომ ამ კარტში არის გოგონა ზღვის პირას, ტბის პირას უფრო შეიძლება გხიბლავთ ესეთი რომანტიული ბუნებასთან კავშირი, მუსიკის დაკვრა, ესეთი სიმშვიდეა ერთგვარი თქვენთვის, ემოციური ადამიანი ხართ ძალიან, პაშტასით შეიძლება წყლის სტიქის წარმომადგენელი ბრძანდებით, თევზებით, კიბორჩხალა, მორიელის ნიშანი, მაგრამ საერთო გასვლაში წყლის სტიქიას ნუ მივეჯაჭვებით, შეიძლება მთვარე ყავდეთ წყლის სტიქიაში ან ასცინეთ და თქვენ საერთოდ ეს დეტალი არც იცოდეთ. ამიტომ ძალიან ემოციური და ძალიან ბავშვურად მოსიყვარულე ხართ. ამ კარტით გიყვართ ცხოველები და ფრინველები, ბუნებასთან კავშირი მჭიდრო, როგორც გითხარით, არ არის გამორიცხული წყალთანაც, ზღვა, მდინარე, ესეთი წყლის ამბები ძალიან კარგ დადებით ზეგავლენას ახდენენ თქვენ ემოციურ ფონზე. მოდით პირდაპირ გადავალ, მეტი რო არ ხარჯო იდენტიფიკაციაზე, თუ ატყობთ რომ თქვენზე შეიძლება იყოს ეს გასვლა. მაშინ წავედით, გავიგოთ რა მოდის თქვენ ცხოვრებაში მომავალი წლიდან, ახალი, რაც თქვენ გაგახარებთ, რაც თქვენ ეხლა უნდა იცოდეთ, რის უფლებასაც მოგცემს. მაღალი ძალები და ენერგეტიკული ინფორმაციის ტალღები წამოვა, ყველაფერს გეტყვით ეხლა. აი ეს თქვენი მარტოობის პერიოდი, ვისაც გაქვთ ახლა მეცხრე მაღალი არკადით, ეს არის ბრძენი ადამიანი. თავის ასაკთან მიუხედავად იმისა, შეიძლება 25 წლის ხართ ახლა, თავის ასაკთან შედარებით ეს არის ძალიან ბრძენი ადამიანი, ძალიან ბევრი რაღაც უნახია, ბევრი ტანჯვა მიუღია, ბევრი წინაღობები ქონია, ბევრი რაღაცა ისეთი ადამიანის ცხოვრება რო გაბრძენებს. აი რაც არ უნდა ასაკი გქონდეთ, სულ ერთია რაღაცნაირად აი თითქოს ყველაფერი მაჩვენა ცხოვრებამ. ის კარგიც, ის ცუდიც, ანუ სულიერად ამაღლებული პიროვნება, ადამიანი, რომელსაც უყვარს მარხვაზე ყოფნა, ასკეზას მიმართავს ხოლმე, განმარტოება, აი 50,000 ადამიანი რო ყავდეს გარშემო, სამუშაო სფეროს იქნება ეს თუ ოჯახის წევრების დიდი რაოდენობა, მაინც სულიერება და მარტოობა რაღაცნაირად გამშვიდებთ უფრო, აი მარტო ადამიანი თავის
მესა და სამყაროს შორის თავის ემოციებსა და სულიერებას შორის ბევრი რაღაც უნახია და ერთგვარი ასკეზი გააზრებული ასკეზით ცხოვრობს დღესდღეობით, გააზრებული მარტოობით შეიძლება პარტნიორულ ურთიერთობებზე უარს იძახის, რაღაც ტკბილზე უარს იძახის, თუნდაც ასკეზას თუ ვიტყვით, რაღაცეებზე უარს იძახის, ხორციელ სიამოვნებებზე, ზოგისთვის შეიძლება ნარკომანია, ლოთობა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მიხვდა რომ აი ამ ყველაფერზე უნდა თქვას უარი და ერთგვარად აი ესეთი საკუთარი თავის მკურნალობის რეჟიმში ვინც ხართ და აი ამ ყველაფრის მიხვედრის გზაზე ხართ ახლა. სწორი რომელია, არასწორი რომელია, რომელი ავირჩიო, ორი პარტნიორი შეიძლება ზოგიერთისთვის აქტუალური იყოს, ან პარტნიორულ ურთიერთობებში წავიდე თუ ჯერჯერობით ისევ მარტოობა და ჩემსულიერების მკურნალობის რეჟიმში ვიყო, ასეთ ვარიანტში ვინც ხართ დღესდღეობით იმ ადამიანებისთვის იქნება რომ თქვენ სულიერებას უმკურნალებთ. თქვენი აი ამ მკურნალობის რეჟიმით და პლუს ამ ყველაფერში დაგეხმარებათ პაშესლის. ისევე როგორც თქვენ პაშთასის, თქვენნაირ ახალგაზრდულ ენერგიებშია ეს ადამიანი ამოსული. შეიძლება წარმოადგენდეს ცეცხლის სტიქიას, შეიძლება იყოს ვერძი, ლომი ან მშვილდოსნის ნიშანი, მაგრამ საერთო გაშლაში ნუ მივეჯაჭვებით, ეს არის ძალიან ესეთი ბავშვური ენერგეტიკა, ბავშვურად ჩქარი, აი სულსწრაფი ადამიანი, რომელსაც აი რაღაცა მოაგონდება და ეგრევე ინთება მისი ნატურა გონებაში, რომ ეხლავე უნდა გააკეთოს, არ უნდა გადადოს ხვალისთვის, ძალიან სწრაფი, ძალიან ესეთი ენერგეტიკულად ცეცხლოვანი ტიპაჟი შემოვა თქვენ ცხოვრებაში, რომელიც პრინციპში თქვენი ენერგიებიდან გამომდინარე ცოტა მეომრად შეიძლება დახვდეთ და ვინ ხარ რა გინდა ჩემგან და საერთოდ ცივი დედოფლის როლში დახვდეთ. ჰაერის დედოფალი ამოდის კალოდის ძირში, რომ აი ნახეთ ხმალი როგორ უჭირავს ღმერთმა არქმას რაღაცა არასწორი ნაბიჯი ან ტონალობა ან სიტყვა შემირჩიო, ეგრევე თავს წაგაცლიო. რაღაც საომარ მდგომარეობაში დახვდებით ამ ადამიანს, რომ აი არ ვარ მზად სიტყვაზე პარტნიორული ურთიერთობებისთვის, არ ვარ მზად რაღაცა ღლაბუცისთვის, არ ვარ მზად რაღაცნაირად არა სერიოზული ურთიერთობებისთვის, აი ესე მიიღებთ ამ ადამიანის გამოჩენას, იმიტომ რომ პაჟად ამოდის, თითქოს შეიძლება ასაკით პატარაა და არენდობით მის ემოციურ ფონს თქვენთან მიმართებაში, მის მოქმედებებს და ცოტა წარბაწეული ხვდებით ამ შემთხვევაში, გეუნებიან რომ 0 შუთით ეს არის თქვენ ცხოვრებაში ახალი ეტაპი, რომელიც რისი მომტანი იქნება ემოციური ბალანსის. ძალიან ბევრი მაღალი არკანები ამოდის. ნახეთ შუთი და მეორე მაღალი არკანი იეროფანტზე თუ ვიყავით რომ ეხლა ხართ იმ მდგომარეობაში რომ მარტოობის და რაღაცა სიბრძნის მომენტი გაქვთ, რაღაცა სულიერად ამაღლებულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობამდე მიგიყვანთ ეს ახლობა და ნაცნობობა ამ ადამიანთან. ახალ ეტაპს, ახალ საზღვრებს გაუღებს, კარებს თქვენ ცხოვრებაში ეს ადამიანი და ბევრ რაღაცას ეზოთერიული მიდგომებიდან გამომდინარე შეიძლება იგრძნოთ ეზოთერიული ნიჭიც კი თქვენ საერთოდ თქვენ ორგანიზმში, თქვენ მსოფლმხედველობაში რაღაცა წინასწარმეტყველური, აი რაღაცა სიტყვით და გიხდებათ ისეთი მგრძნობელობა. ამ ადამიანის გამოჩენას რატომ ემთხვევა ვერ ხვდები უბრალოდ, მითხარით რატომ ემთხვევა? 10-იან ხმალიო, რაღაცა დასასრული იყო ტყივნეული თქვენ ცხოვრებაში 21 მაღალი არკანი და 10-იან ხმალით რაღაცა დასასრული იყო ერთი ეტაპის და შუთით იწყება ახალი ეტაპი სრულიად. ეს შეიძლება იყოს თქვენ ეზოთერიულ მდგომარეობასთან დამოკიდებული რომ სიზმრები მიიღოთ წინასწარმეტყველური, თქვენი სიტყვები ახდეს, თქვენი გრძნობები და შეგრძნებები გაიაზროთ, რომ რაღაცა ეზოთერიულს ნიჭი გაქვთ და ამ ყველაფერს სამყარო გაძლევთ და თუ ასე იგრძნობთ, ვინც ასე იგრძნობს, მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი ფინანსების მომტანი იქნება და წარმატების მომტანი იქნება თქვენთვის აი ამ სფეროს თუ მიაწვევით ასე. პირდაპირ ვიტყვი, ბევრი სიტყვები რო არ ვეძებო და დრო ამაში არ ხარჯო, ეს იქნება თქვენთვის 64-ის ბაღი, როგორც თქვენთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის, ვისაც აი ამ ეზოთერიულ მდგომარეობაში დაეხმარებით. ერთგვარი 64-ის კარებს
გაგიღებთ სამყარო ამ მხრივ ფინანსურათაც, წარმატებითაც და პოპულარობაც გარანტირებული გექნებათ. ეს ადამიანი მაინტერესებს. შორიდან შეიძლება მოდიოდეს თქვენ ცხოვრებაში, ჟეზლით მეფეთ იქცევა, ანუ პარტნიორული ურთიერთობები 4-იან ჟეზლით დაბალანსებული და სტაბილური გექნებათ ამ ადამიანთან მიმართებაში, მიიღეთ.